ოკეი, ის გამოცდილება, რაც ბავშვობაში დააგროვე სპორტით. რას ფიქრობ, დღეს როგორ გეხმარება შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? არა მგონია რაღაცა ეხმარებოდეს ეგ. მაგრამ ალბათ შრომის მოყვარეობაში უფრო მეხმარება რა, რომ რაღაცა არ დაგეზაროს ბოლომდე ითამაშო, ანუ სპორტი მაგას გაძლევს ბავშვობაში, რომ რაღაცა შეუძლებელი რო არის, მაინც ბოლომდე უნდა გააკეთო შენ თემა და ამ საქმეშიც ჩვენ საქმეშიც რავი დღე და ღამე რაღაცა გასწორებული გვაქვს და ღამის თენებები გვიწევს და ანუ მაქსიმუმს აი მე პირადად მაგალითად ვიდეოს როცა ვაკეთებ, აი მაქსიმუმს ვაწურინებ ასე ვთქვათ და მე იქიდან თუ რამე მასალა არ ვარგა, ჭრი შეიძლება რაღაცა 5 საათიანი მასალა იყოს და დავტოვო 20 წუთი. ხო რა, ანუ ყოფილა ეგეთი ბევრი და აი მაგას გადმოვიტანდი, ანუ შევადარებდი ასე ვთქვათ, რომ აი ეგ შეიძლება გამომყვა. ანუ სპორტული ჟინი რაღაც სპორტული ჟინი რომ მიაღწიო და პლუს შრომის მოყვარეობა. სპორტული ჟინი კიდე ხო ცალკეა ხო რაღაცა ინტერესი. აი არაფერი აი ეხა ამ საკშიც არაფერი არ მეზარება რა. შანსი არა რამე დამეზაროს და რაღაცაზე უარი ვთქვა რა თუ დრო მაგისი აი შანსი არა რა. ოკეი, შენ ეხა YouTube ლიგაზეც აქტიური იყავი ეს პერიოდი. კი. და ანუ სპორტი სხვადასხვა არის კალათბურთი და ფეხბურთი, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ფიქრობ, ანუ ეხლა რო იყავი სპორტულად აქტიური და ბავშვობაში რო იყავი სპორტულად აქტიური, რა განსხვავება იყო? ან თუ იყო საერთოდ განსხვავება? ნახე ცხოვრებაში ხო რაღაც გამოცდილებას აგროვებ და ტვინი ცოტა სხვანაირად მუშაობს, უფრო მთავარ რაღაცებს აქცევ ყურადღებას, უფრო ფილტრავ და მაგალითად მე ფეხბურთი საერთოდ არ მითამაშია, სანამ YouTube ლიგა დაიწყებოდა. და YouTube ლიგაზე იყო თემა, რომ ანუ რა უნდა იყოს, ვივარჯიშებ რაღაცა ვისწავლი და რაღაც ერთ გუნდს შეგვაერთეს წინა სეზონზე. ანუ მეორე სეზონი იყო ეგ. შეგვაერთეს და რაღაც გაერთიანებული გუნდი იყო, 3 ბიჭები იყვნენ. და იმათთან ერთად ნახევარი ისინი იყვნენ, ნახევარი ჩვენ ვიყავით, იმათმა იცოდნენ ფეხბურთი, ჩვენ არ ვიცოდით და ნუ ნახევარფინალში მაინც გავედით. მაგრამ ამას უფრო მივაწერ იმ ბიჭების ცოდნას რა ფეხბურთის. მე დიდად რაღაცა შეცვლებზე შევდიოდი ხოლმე და აი დიდად რო გითხრა მეორე სეზონში რამე ესეთი გამორჩეული ჩემი მხრიდან არაფერი. მაგრამ მესამე სეზონში მოხდა ისე რომ ცოტა მეტი გუნდს მიეცა საშუალება მონაწილეობის მიღების და თქვით რომ ანუ მოდი ცალკე გავიდეთ. ცალკე გუნდი ვიყოთ, რაც არის აი მე მაგალითად იმ გუნდში თუ შეცვლებზე მიწევდა, ეხა უკვე ძირითადში უნდა ყოფილიყავ, იმიტომ რომ სხვა ადამიანი არის დააგროვე. და ანუ წვნელიც შემთხვევით შეგხვდა რაღაცა ვეტერინარია ერთ-ერთი კატა მიმყავდა და ალბათ ლაპარაკს შევყევით და მე წვნელი ვარო და მეთქი მოდი რაღაცა წვნელი კარლო არის ძალიან კაი ტიპია ძალიან ისეთი ჟილკა როგორ არის ქართულად ხო მახსენდება ხო რაც არის რა ბჭყალებს ჩავსვაც აი ეგეთი მასტია, იმიტომ რომ სხვა სიტყვა არ ესადაგება რა. ეგეთი ტიპი იყო და გავარჯიშებდა კვირაში 2-ჯერ, კვირაში 3-ჯერ და დაიწყო აი ანბანიდან რა. აი როგორ გავაჩერო ბურთი, პასი როგორ გააკეთო და აი ძალიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალურებიდან. ხო, რა აი ჩათვალე საერთოდ არ იცი და აი პატარა ბავშვს 4 წლის ბავშვს ასწავლი რა. აი ეგრე მოგვიდგა და სხვათა შორის მაგან გაამართლა. და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უმატებდით და უმატებდით. პირველი თამაში წავაგეთ ჯგუფში. მე არ წაგვიგია, ფრეები კი ვითამაშეთ ბევრი, არ წაგვიგია და ბოლომდე ესე გავყევით, რომ აი სუპირველი ვისთანაც წავაგეთ, ის გუნდი შევხვდა ფინალში, ამ ჯგუფში ვისთანაც წავაგეთ და იმას მოვუგეთ მე პენლებში. და აი უბრალოდ შრომის ხარჯზე. მეტი არაფერი ხარ, მე ფეხბურთის თამაში, ანუ საერთოდ ანუ ეხლაც შემილია ვთქვა რომ არ ვიცი, მაგრამ იქ კონკრეტული დავალებები რაც იყო, ეს სირბილით შემეძლო დიდხანს რაღაცა
ჩემი აზრით მარტო შრომის ამბავი არ იქნებოდა მანდ, იმიტომ რომ შრომა და ჭკვიანური შრომა სხვადასხვა არის, კიდე, იმიტომ რომ შრომით შეიძლება იშრომო, მაგრამ ბევრი რაღაც არასწორად გააკეთო, მაგრამ სწორად გააკეთო. ფუნდამენტალურად, ხო, სწორად გააკეთო რაღაცები და ისე რა, ყურადღებით შეცდომა არ დაუშვა. ფეხბურთი ხო ეგ არის, შეცდომა თუ არ უშვებს, გუნდი შანსი არის გოლი გაუშვას, მაგრამ ყველა უშვებს შეცდომას და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვა და რაღაცა ეგ იყო რა, ეგრე მიუდექით და სხვათა შორის, რაღაც დონეზე გაგვიმართლა, რაღაც დონეზე ამის ხარჯზე რა. თავარია გეშრომათ და თუ რამე ეგრე წაიგოთ თუ არა და ხო, ანუ მან იყო ერთი მომენტი რა, მაგას ვამბობდით ხოლმე, რომ ჯობია რომ აი ეს რჩევა მე მგონი ყველასთვის კარგია რა, ნებისმიერ საქმეში, არა მარტო სპორტში, აი მაგალითად ჯობია რომ მაგალითად ივარჯიშო ბევრი რაღაცა მცდელობა გქონდეს და წააგო დაუშვა თამაში ვიდრე წააგო არ ივარჯიშო და აი ამ რო არ ივარჯიშე იმას დააბრალო რა ანუ ტყუილა შრომის თემა შეიძლება გამოდის მაგრამ ხშირ შემთხვევაში 90%-ში ამართლებს და არ ნანობ მე რო აი რო არ ვივარჯიშე მაგიტო წავაგე არ ნანობ რა იტყვი რომ აი ბიჭებმა ყველაფერი დავდეთო რა აი გარი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმიტომ რომ აი შენც რო გადახედო შენ თავს ბავშვობაში ალბათ რაღაცაზე მაინც იტყოდი ეხა რომ აი აქ უფრო მეტი შემეძლო რომ გამეკეთებინა არ ვართ უნდა იშრობო ერთი ორჯერ რაღაც 107-6 წავაგეთ რაღაცა ეგრეც გვაქვს წაგებული კალათბურთში. იმიტომ რომ ძალიან განსხვავდებოდა თბილისის და რაიონის ხო ნუ ესე დონე რა. ძალიან სხვაობა იყო. ანუ მაინც დავდიოდით ხოლმე იქით.